მოგესალმებით თქვენი ყოფებით არცე კოდების სამყარო. მე ვარ გიორგი და დღეს გავჩვენებთ როგორ შეგვიძლია Windows 11-ში თქვათ დავმალოთ სასურველი ფოლდერი, რომ თვალში აღარ მუხდეს, არ გამოჩნდეს პირდაპირ და შემდეგ ამის დანახვაც შევძლოთ თუ ჩვენ დაგვჭირდება. კარგით. ამისთვის ნებისმიერ ფოლდერზე მაუსის მარჯვენა ღილაკს დავაჭერთ, თქვათ, Properties-ში გადავალთ და პირველივე, ესე იგი ასარჩევში, General-ში რომელიც ავტომატურად არჩეული იქნება, Hidden-ს დავაჭერთ, ანუ დამალვას და შეგვიძლია შემდეგ OK-ს დავაჭიროთ და ეს ავტომატურად დაიმალება. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენი test 2 დაიმალა, დარჩა test 1. ახლა თუ გვინდა რომ ჩვენ ამას ხედავდეთ, ანუ ნებისმიერ სხვა ფოლდერშიც თუ გვინდა რომ დამალულებს ხედავდეთ, მაშინ აი აქ ნახეთ ზემოთ მენიუში Views უნდა დავაჭიროთ, შემდეგ Shows და აი აქ არის Hidden Items. ანუ Hidden Items თუ მოვნიშნავთ, ჩვენ დამალულ ფოლდერებს დავინახავთ და მაშინ შესვლა შეგვეძლება და აქ თუ რამე არის, იმასაც დავინახავთ. მაგრამ ამას თუ გავთიშავთ, ესე იგი, როგორც თავიდან ხდება Hidden Items, მაშინ დამალულ წევრებს ისე ვერ დავინახავთ. ახლა გავთიშე, მოდით ახლა ისევ დავაბრუნოთ, ანუ View, Show, Hidden Items და თუ გვინდა რომ ახლა ეს სულ ჩანდეს, იგივენაირად რა შევდივართ Properties-ში, თიშავთ ამ Hidden-ს, ვაჭერთ OK-ს და ახლა უკვე ფერით შეეცვალა, ანუ სულ რომ ეს ისევ გავუთიშოთ Hidden Items-ი, ეს ისევ გამოჩენილი დარჩება. მოკლედ ეს არის, თუ რაიმე კითხვა გაქვთ აუცილებლად მომწერეთ ან დამიკომენტარეთ. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, ნახვამდის.